დღემშვიდობისა, შუა დღემშვიდობისა ჩემო კარგებობა, იმრამ ხელაზე გადმოწეულა ეს ფეიქოები. ქარია ძლიერი. აი შეხედეთ. ჯერ წვრილები ასხია ჩემ. ეს იქნება გვიანს. წელს არამდე იგვიანებს ჩემი ფეიქო, ამ დროს უკვე. კაი ხელები იყო. წვრილები ასხია ძალიან. მერე დამსხვრელდება, მაგრამ დაიგვიანებს. აი მე ითლა დაწვენილია დაბლა იქითა. მიცადე აქედან გამწვე. შეხედეთ. ეს სამთარში დაგვიმტრია დიდმათო. და მესამე ძირი იქით მოჩხს. ეს ყველას დიდი. ეს ფეიქოა ეს. აწის ზედ აღარ დავკრიფავთ, იმიტომ რომ ზედ არ უნდა დაიკრიფოს, გაფუშტა. ეს გიქნება ძალიან გვიანს, ეს ხა ოქტომბრის ბოლოს თვის იქნება. ნოემბრის კათმები დიდი ხანია ბოსტანში გაშვებული. გაჩანაგდა ყველაფერი. შეხედეთ. აი იქითაც მაქვს ერთ პატარა ბოსტანი გვაქვს, იქითაც არის ფეიქო და იქით ვერ გადავიღე ესეთ ადგილებს არის. ერთი ძირი ფეიქო იქაც არის. ბულგარულები ისე კარგად არის ახლა გვიანზე რომ უღმწვანეები. წავიდეთ აქეთ. მე გიორგი რომ ვარდები მართვა დაბადების დღეზე აქ მაქვს. შეხედეთ. სევდა შეხედეთ. ზეს ხოთაშორის წველი მზიარი და ბედნიერად მზეზე ძინ თულემავს. ვედი გავაგრძელებ გადაღებას, აბა როგორ ხართ. ჩემო კარგებო, რადგან სუნელი მქონდა ჩასანაყი. ვიფიქრე რადგან კომენტარში ეწერა. შარშანაც ზუსტად იმ ქალბატონმა მომწერა და უთხარი მაშინაც რეცეპტი და იგივე მკითხა, ან დაგვანახეო, როგორ აკეთებო, ან გითხარიო, მაშინაც რეცეპტი თქვი ისე პირად, აგერ ახლაც თქვი. მაგრამ ისე გაიძახიან დაგვანახე ხალხნო 1000 ჯერ გითხარი და მილიონ ჯერ. მეტი არ ჩანა, როგორ დაგანახო, ძალიან მაღლა რო დავდე, მაინც არ ჩანდა არაფერი. მაშინ რანაირად უნდა აი ასე გადავიღებ და მე არ გამოვჩდები არას დაინახ. ფილთაქვა გაქვთ? ფილთაქვაში უნდა ტრადიციული სუნელი, რომელიც ყველა გურულის ოჯახშია და აკეთებენ ოდიშგანვე, მაგრამ ახლა გადავიდა ხალხი ყავის საფქვავი რომ მოყვება პატარა ბლენდერებს, თვითონ ყავის საფქვავია სინამდვილეში ხრეშავს ეგენი, მაგაში შეგიძლიათ გააკეთოთ, მაგრამ ესეთი გემო არ ექნება როგორც ახლა ჩანაყულს. ნიგოზი, ცოტა ნიგოზი მაქვს ამაზე და ცოტა ქინძი, ცოცხალი, იმიტომ რომ ქინძი არ არის ფიზიკურად ჩვენთან ის გვაქვს უფრო მეტი რა ქვია იმას. ამას ქინძი უნდა. თუ ცოცხალი ქინძი იქნება უკეთესია, თუ არა და ხმელი ქინძით შეიძლება. ხაფრამას ვეძახით ჩვენთან, რომელიც ახლა ამ წუთას არ მაქვს, ისე ყვითელ ყვავილს ეძახიან ამ ბოლო ხანს, რატომღაც
ეგეც უნდა სინამდვილეში, მაგრამ არ არის და რაც არის შეგიძლიათ იმით გააკეთოთ. უნდა მარილით გემოვნებით, ნიური, წიწაკა, ქინძი, ნედლი თუ იქნება უკეთესია, თორე ხმელი კეკალი ქინძით მარცვლებით რომ არის ეს არის უკეთესი და რა ძალიან დაფქული. უნდა ჩანაყოფში წიწაკა მწარე, გინდა მოყერღილი წიწაკა თქვენი წითელი, არ აქვს მნიშვნელობა, რაც გაქვს ამ წუთას, რაც მოგეპოვება, კარგად ჩანაყე, გინდა თხილი ქენი, გინდა კაკალი გაუკეთე მარილთან ერთად, წიწაკასთან ერთად. ეს მხოლოდ ესენი რო ჩანაყო, მაინც გემრიელი იქნება. მარილი, წიწაკა, ნიგოზი, ქინძი, ნიური. ეს მაგ ეხლა მხოლოდ ამას უშვები და ძალიან გემრიელიც იქნება. კარგად გაიყოს. ყველა ჯერზე იგივე ახსნით ხალხო და ავიღალე. შემაწუხებელიც არის მეტი რანაირად დაგანახოთ ან რამდენჯერ უნდა ვთქვა, არ ვიცი. ყველა წელიწადს ერთი და იგივეს მეკითხებიან. მეორე ჯერში მეკითხა ერთ და იგივე ადამიანმა, აი რა ვქნა. მოარეკლა. ერთი წუთით სანამ დანაყვას შევდგები, უნდა დავაჭრო რამდენიმე ნიორ ფაროსანების შემოტება გვაქვს. ფანჯარა ყომიდა რომ გავაყო, ქარია გარეთ. ძალიან და თეთრეული შევაგდი ახლა გასარეცხად გაშრება. უნდა ფაროსანები უკვე სახლისკენ მოიპარებიან, სარეცხელს რო გავფენთ თოკზე ჯდებიან, ტანსაცმელს მოყვებიან და რამდენი მომაცილე გუში მინიცის. ძალიან დიდი ნაკადია წელს. უკვე სახლში შემოდიან ზამთრისთვის რომ დაიბუდონ, გამოიზამთრონ და მე გავიდნენ გარეთ. და დილასაკეთ რამდენს კვლავ არ ვიცი. ერთი ორთავი პამიდორი მაქვს, სახლის კიდრი მაქვს აგერული ცალ და იყოს დავნაყავს სიმნელზე გემრიელია. მიახლოს შემიძლია მას ხმელი ქინძი უქნა და არ მინდა ის ხმელი მარცვლები მირჩენი ეს რაც მაქვს. ნედლი ქინძი გავუკეთო. მეორე მწვანილია ბევრი აქვია იმასო ხრახუშია თუ რაც არის. ის კი არ უნდა, მაგრამ ის უფრო გვაქვს და ეს ქინძი არ არის. არ გამოვიდა თუ რა ვიცი რაღაცა მისქნა, გადაიწვა. ვინიორიც არ უნდა. ერთის დავამატებ და ვსიო თქვენი გემოვნები თვალს ზომით შეგიძლიათ გააკეთოთ. ხარა ეს სტანდარტი დაწესებული ამის. ბევრი გინდა ცოტა ბევრი უნდა ქნა ყველაფერი. კარგად უნდა დანაყვა კიდე. ბარი გოჩი წარე და ახლა ზოგჯერ არ არის წიწაკას მოვიდან და წარის საერთოდ არ არის. და ასე. მედი ახლა გაიგებ და გასაგები იქნება. კარგად უნდა იყოს თაქვადადებული, კარგად ჩაინაყოს, ახლა მაგიდაზე ძნელად დაინაყება. გაბრუგიროა უტეხო. მეორე ეხლა ჩავდებ სკამის ძირეზე რომ კარად იყოს.
დაიკავოს თავი, რომ არა მომიცვინდეს და კარგად დაინაყოს. კარგად უნდა დადება, თორე არ ჩაინაღება ნორმალურად საერთოდ. იქნება მოხრეშილი აქაც. და ჩვენი ეს ახალი კინძი შევიდეთ ხმელიც გამოვიყენოთ, ხმელი კინძით. მე რომ მქონდეს ახლა ყვითელი ყვავილი იგივეზე ხაფრამას ეძახიან ჩვენთან, კარგი იქნება. და ნელ-ნელა ჩავამატოთ ნიგოზი. გინდა ნიგოზით ხედით, გინდა ხილით. მედი ამას რანაირად დაინახავთ, ეს თუ არ დავდგი მე რამეზე. თუ გინდა აქ დავნაყო, ხო ვერ დაინახავთ, შიგა ხა კამერიდან ცალი ხელით ვერ დავნაყავ და ვერ ჩაგაყენებ და. მეტი რა ვქნა. ასჯერ მაგ ნათქვამი მგონია და ყველა წელიწადს ამას ვამბობდა. თვე გაიგეთ არ ვიცი. ჩვენთანაც უყვართ ცხარე, როგორც ამ ეგრეებში არ გაგიკვირდეთ ცხარე, თუ იქნება უკეთესი. ეგ თქვენ გემოვნებაზე შეგიძლიათ გააკეთოთ, არ გინდათ ცხარე ძალიან და არ გააკეთებთ. სხვა როგორ ხართ რაშვებით? მე დიდი ხანი არ გადამიხია. ხონდა სერიოზული მიზეზები. არც ისე კარგი მიზეზები მქონდა. ჯერ იყო ცოტა სიმინდი ამოვარჩიე, ჯერ ყანა არა მომიტანია, მაგრამ ისე ნაწილი რაღაცა ქონდა მოტანილი. ძალიან რთული დღეები მქონდა. ეხლა დილიდან მას უყურებდი ხრაშვილის მამას და სოკოზე გადიოდი, ნიკ ადგილობრივი სოფელში ხარ აგაუდის სოფელში თქვენ სოკო არის ამოსული და ეძებ ეხლაც ეძებდეთ ბავშვები. აი მე სოკო არ მიყვარს, არც ვენდობი და სიყვარულით არ მიყვარს იმდენი მაგრამ აჭარი მე კახეთში ჩავდიოდი სულ სოკო იყო და აქაც ეძებდა ხოლმე რედიკო და მე მიანება თავის რო გაიგო. ბავშვები რო დაიხოცა შემთხვევით. მოწამული სოკო დაუკრებია, მე გაუჩვინა, მორე ფაროსანაა შემოსული. მას ხელს ვერ მომკიდებ ახლა. ტილოთი უნდა გავაგდოთ, ვარა? და ამის მე გამიფრინდა. ის ხაერს ვერ მოიცილებ ხელი და იმის მერე არ მოუძებნია დედიკომ სოკოს მოტანა აკრძალა სახლში აკეთებდა ხომ. მე არ მიყვარს საერთოდ. აი არ ვარ მიყვარს და ზღვეული ვარ მაგის მოწამლიდან. ეს უკვე დღე არისო გამოცხადებულიო, რატო არის ვერ დავადგინე და მე მგონი იმისთვისო. არ წავდა არაფერი წინა საარჩევნოდ, რა ვიცი. თხილით რო ნაყავს სულ სხვა შეფერილობა და სულ სხვა სტრუქტურა არის და ნიგზით სულ სხვა არის. ემოთი განსხვავდება. მე უფრო თხილით მიყვარს.
მეთქი ნამის რა გაბრუხშე მაგიდაზე შეხედე ყველაფერი ჯაღები მაშვება თუ მაგიდაზე რა მიგიწვია და მაგიდაც ისე მყარია რა მაინც მაგიდაზე დანაყვა არც ღირს აი ამას კიდე უნდა დანაყვა სიცივი არ არის, კაი ამინდებია ეს დღეებია სითბოა, მაგრამ დღეს ეს არ ხარი. მას სხვა ფერი აქვს. ცხარია. დანაყილი როგორია ხა ვაჩვენოთ. კიდე ჩავნახავ ამას. ცხარე უნდა იყოს, მარილი უნდა ეტყობოდეს, სუნელები უნდა ეტყობოდეს. ჟუნიერია. ისე რომ ჭამი ეს ნიგოზი რო ჩამოვარდება ხანხელი გაბდეხეში რო ჭამი ხან ნიგოზი 1-2 კიდე გამომახტა ხელა შეხედეთ ასე ჩემო კარგებო ეს ამის კონზია всё დაინაღა ეს ამას არ უნდა ბევრი ამბავი ნიგოზი უფრო ადვილი ჩასანაღია თხილი უფრო რთული მაგრამ თხილი ჩემთვის უფრო მეტად გემრიელი მე თხილს მოყვარული თხილიანი უფრო მომწონს ეს არის სულ ეხლა გავაკეთე ცოტა ესე ბევრი არ გამიკეთები ერთ სალათას ეყოფა შვენივრად თავზე გადაუღო ასე რომ თუ გაქვს სახში ფილთაქვა, გააკეთებთ შვენივრად. ფილი და ფილთაქვა ქვია ამას, ზოგი სოფელში ცხოვრობს გაზრდილია და მე ეძახის რომ უიმე არ ვიცი ამას რა ქვია დამავიწყდა სახელი და რაღაცა მტყლარჭება უშურთ. არ ვიციო რა ქვიაო და სოფელში გაზრდილები არიან და სოფელში ყველას ადრე ქონდა ფილი და ფილთაქვა და თუ ვინმე აქვს შემორჩენილი, მით უმეტეს სახელი უნდა იცოდეს ეს ბებია ხო ყავდა. ის მაინც ხო იყენებდა. ფილთაქვა. ერთიანად რო ვთქვათ, ფილთაქვა. ფილი და ფილთაქვა. ეს არის ფილი. ფილთაქვა. ჩემსაც ხისანაყი არის ეს ბრტყელი ისე ქვის სანაყებია. ხელს ვერ მოგიდებ, ისეთიც გქონდა 2 იყო ჩვენ სახში, ხა ყველაფერი 2 იყო მე ვიგნებით. და იმით მიჭირდა დანაყვა, მე იმას არ ვიყენებდი. წყონებულები აჭიმნაღავდა იმით. ქვისა ის ქონდა ფილი. ტყე. უკლეთ ას. ამნაყეთ ეს. ავიცი კიდევ ერთხელ გამიმეორო რეცეპტი, აი უბრალოდ შეგიძლიათ გააკეთოთ თუ გაქვთ სახში თხილიან ნიგოზი, მარილი ყველას აქვს, წიწაკა, ჩაღარეთ ანაყე, ხმელი ქინძი. მეტი რა უნდა, ნედლი თუ იქნება უკეთესია, ცოტა ბრომა თუ ზამამ ნედლი უფრო უხდება, მაგრამ არა უშავს. თუ გინდა ნედლი წიწაკა უქენი, თუ გინდა დაფქული წიწაკა უქენი, თელი დაღერღილი. რაც მოგვეპოვება, მით გააკეთებ და ეს არის სუნელი, ჩვეულებრივი. თუ არ გაქვს რაღაცა სუნელები, არც ეგ არ არის პრობლემა, გამოვა მაინც ნიორი კიდე. 2 კბილიც ეყოფა, არა საერთოდ ბევრი ნიორი არ უნდა ამას. ან ნიორის გემო არ უნდა ეტყობოდეს არავითარ შემთხვევაში.
ახლა შემოიღო ზოგი ერთებმა რა ვიცი მას ხარჩოს სუნელსაც ვითომ უღრებენ სიგემბრიელისთვის რაღაცას სუნელებს უღრებენ და არ უნდა მარა ურევენ და რა ვიცი ახლა გემოვნებას ვის როგორ მოეწონება ისე შეუძლია კიდე დაუმატოს რაღაცეები და გააგემრიელოს მე ცხარე მომწონს საერთოდ მწარე საჭმელები მიყვარს ძალიან ჩვენთან ყველას უყვარს ცხარე საჭმელი გადამეტებული მწარე არ არის მაგრამ მწარე უნდა იბრძნობოდეს ეს არის სულ ცოტა მწყინს ახაც უხეშად მიწერენ ხოლმე ან დაგვანახე ან რეცეპტი გითხარი ყველა ვიდეოში მაგ ხალხ ყველა წელიწად თითქმის რაც ეს წარმოვიწყე მაგ ნათქვამი ხო და რით ვერ გებულობ და რით ვერ ხედავთ ვერ გავიგე მეც ბევრის ფილმებში ბევრ რამეს ვერ ხედავ ახლა დეტალურად მაგრამ არაზუსტ არ მიმიწერია რაიმე დამანახე გინდა თუ არა და გინდა თუ არა ისე ქენდა გინდა თუ არა როგორც მაშვება ეხერხება ისე გვაჩვენებს ის ადამიანი მე ასე ახლო ვქონდა არავის ცუდად არც მიგწერ არც მიმართავდა რა ვიცი ჩემო კარგებო სწორად გაიგეთ თქვენც ეხლა ეს მქონა გასაკეთებელი თუ რა არის მას ვიზამდი ამას არ გავაკეთებთ სპეციალურად თუ არ მაქვს რამე ახლა რა თქმა ეს გავაკეთო და ვიფიქრე ბარემ კიდევ ერთხელ ვიტყვი მეთქი და მეორეჯერ და მესამეჯერ აწი აღარ ავხსნი ამას ძალიან ადვილი გასაკეთებელია ამას არ უნდა ერთი ამბავი და რეცეპტები ასე ეს ნახევარი ხდება და ვანგი შემოგარგება ჩვენი პრობლემები გვაქვს. და ვცდილობთ რომ კარგ ხასიათზე მოვიდეთ. და ზოგჯერ იტყვიან რომ კითხე რატო წინს კი არ მწყინს, მაგრამ რა ვიცი მე ახლა რამდენჯერ უნდა ვთქვა. რომ ტელეფონიც არ მიწყობს ხელს, მეტად არ გამოჩნდება. ზოგს ტელეფონიც აქვს საუკეთესო, მაგრამ ასეა ზედაპირულად ვხედავ ახლა ზუსტად დეტალებში არაფერი დამინახია ეგ საკეთებს ხო, მაგრამ რა ვიცი, არჯერ არ მიკითხია, დამანახე. რასაც როგორც ისე იგი ეხერხება, ისე იღებს და ისე გვაჩვენებს და რა ვიცი, თქვენც ასე უნდა იმსჯელოთ, ჩემო კარგებო. ისეთ რთული პერიოდი მქონდა და ისეთ დღეები გადავიტანე, რა ვიცი, კოშმარი და კიდე კარგად მოვედი. დღეს ასეთია ეს ცხოვრება. ხან დარია, ხან აბდარი. ამის დანება მინდა, მაგრამ თან ახლას არ ეცხი დამთავრებული შეიძლება იყოს, წავიდე უნდა გავფინო. ხალხა ის სალათა თუ უნდა დავჭერო, შევასრულო, თუ მიირთმევს, თუ რა უნდა, არ ვიცი, ნახავ, თან არ ეცხი უნდა გავფინო, მოასწროს გაშრობა. ძალიან ქარია დღეს და მე რა ვიცი ხან იცის ისეთი ძლიერი ქარია მოვარდება იმაზე რომ დავტოვო ხამე შეიძლება ჩამომიხსნას სარეცხი ქარმა და აგერ ახლა ეს სახურავი კი ნაღამა გლიჯა ისეთი ის დატრიალა და უცებ ქარი და კიდევ კაი მალები ჩადგა წამიერად ზოგჯერ იცის მოგლიჯავს სარეცხს და შეიძლება ჩამოაყაროს დაბო ეს შპილკებია წავედიება და მოვა მოვედი ახლა ავასვამდით რა მე მხელა გამختاره ჩემოყავი დავდები ცოტა თათრეული მაქვს ჩასადანი გაძილი ვარ ქარია და ვაი თუ ჩას ჩავიტანო გადავაკ მე ენრაუდე რომით მოდიან სახში ფაროსანები აგენის მოკლას ვერაუდივარ მთელი დღე ნაშვებით როგორ ხარცა ამდება უკვე ნელ-ნელა საღამოვდება ამ დროზე ვსვამ ყავას ერთი დილას რო დავლი ერთი ახლა
გუშინ სამჯერ დავლიე. ეს ორი დღეა სამჯერ ვსვამ, დღეს აღარ დამედა. მე რამდენი ფაუსანა დადის ჩვენთან რო არის დასავლეთში ასე არსად არ იქნება. მზეს უმსირი მინდა ეს ხეებია ძალიან რაღაცა მოსახალი სახში რომ მოვხარ. მაღაზიაში ნაყიდი არ მიიღო. საშინელი რაღაცა მარილიანია უაზროთ. მერე კიდე დანესტილია თავისებურად რაღაცნაირად, მაინც რაღაცნაირია. ძალიან იშვიათად რომ გემრიელი მზეს უმზირო ვიყიდო მაღაზიაში. სამდე, ეხლა თან უყურებდი. არ მომდის და თუ რამეს უყურებ ხოლმე თან საქმეს ვაკეთებ მე ახლა. ვფიქრე ერთი დავასრულებ ჩავწერ რამეს მთელი დღის მანძილზე. ცოტა რაღაცა ის ვქენი და კარგი ხანი არ მოსულა. დამცოცავდა და არაფერი არ ყვა. ეს ყავა რომ არ იყოს ესე მავნე რა, ბევრჯერ დალევა რომ შევიბოდეს. სულ დავლებდი ხშირ ისე მიყვარს მე ნალექიანი ყავა. კიდე კაროიანი სიმიტი ვიყრია ასეთი შრება. გარეთ. ჩვენ ყანები არა მოგვიტანია, მერე გიქნება ბევრი სიმიტის არჩევი. ცოტა დავარჩიე რაღაცა ნაწილი დავარჩიეთ. გრეთასე. ამაში რომ გადარგული ვიყო ყველაზე დიდი გამხდარა ერთიც. რამხელა განსწრდა ამბავი. რა ჩართენე და იქიდანაც ხმა მოდის. აქეთ თავისით ირწვება ემატორ წარა, მაგრამ რაღაცა მოშლილია და ყვირის თავის. აქეთ არაფერი არ ხდება. კია ძველებურად სოფელში მიდის სოფლის საქმე ყოველდღიურობა. არაფერი სიახლე არ არის. ეხლა მით უმეტეს ყანები იქნება, მე ვიქნები გადაწვირთული, ყანის მოტანა. სუფრის გაშლა, ყანაში საჭმლის გატანება, ეგ ცალკე პარტია დილას რომ და გაატანო, მე რა მოიტანენ და სახში უნდა გაშვალო კიდე ეგ ცალკე საჭმელი გააკეთო. ქვეყნის ამბავი. მერე კიდე იმდენ დასარჩევი იქნება ხაბეცური დარჩება შუქზე. სიმიც ატანა გაშრობა, გადატანა და ქვეყნის ამბავი. ძველი მჭადის გვინდა გველია, დღეს გამომაცხი ძალიან პატარა, ამდენ დღე არ გამომიცხი არ იყო და იმას ვინახავდი სასუებით და ახალი წავიღეთ, ახლა გაფენილი ხო ქონდა. განახვით აღარ მახსოვს ის თუ დავდები ზოგჯერ არ ვდებ ვიღებ და ვერ ვდებ ხოლმე რაღაცა მიზეზების გამომრჩება და მე ძვლის დადება არ მიყვარს. ხოლმე ქონდა გამოფშული სიმინდი გაშლილი და ვახმობთ ხოლმე მე ახალს და იმას ვაფქვით და აი ჩნახოთ როგორ გამოვა. ძალიან გამხმარი არის მონღოლია, მაგრამ დაიფრქვება სავარაუდოდ ეს კუნძზე წავიდე. მე გვექნება ახალი მჭადის კბილი, ახალი მჭადი. ეს
ყველას დიდი მადლობა ჩემო კარგი მარტო-მამის დაბადების დღის მომლოცვისთვის. დიდი მადლობა. უღრმესი მადლობა ყველას გაიხარეთ. ой, მე ჩიტი მოვიდა, ჩიტო, რა? ჩიტო კარგი ამბავი მიტანა. ჩიტო. წელს რა მოხდა არ ვიცი. თეთრი ბალბა საშუალოდ ყვავის, ახლაც არის გაშლილი, მაგრამ წითელი და ვარდისფერი მქონდა. არ გაიშალა, საერთოდ არ აყვავდა. არის ქოთანში ის ძირები, რომელზეც წითელი და ვარდისფერი იყო ცალ-ცალკე მაგდენი და ჩვეულებრივ არ გამხმარა არაფერი. ხას-ხას ფოთლები აქვს, იყურება ისე, მაგრამ არ ყვავილი რა დაემართა არ ვიცი. ამ ფერადებს განსაკუთრებული ის უნდა მგონია რაღაცა მოუვლა და პატრონობა. არ ვიცი რა არის მიზეზი. თეთრი თავისით იყო ყოველთვის შლილი არ ვიცი რა დედოფალს ვეძახდა იმდენი შეყვაო და მისით. ამას არ უნდა მეტი გადაყოლო და წელს ამანაც მოიკოჭნა რაღაცა ძალიან თითოს ყვავის თითო ქოთანში და რა ხდება არ ვიცი. რა დაემართა ამ ყვავილებს. კურატიულები რამდენი გამიფუჭა კიდე ქარმას უდამ იმტრია და მიხმო. ესენი წაწიში სატანი მაქვს შევანჯი თორემ ქარები წამოვიდა ქარის სეზონი. ძალიან არის ხოლმე გახშირდა ქარი და გამიფუჭებს ამასაც. Das რამდენზე ესე ჩემო კარგი ბონ. მანიკურებმა დამტანჯერო გადამძვრება და ნახევრად, მაგრამ მე ასე ვიცლი. მატარებლის ხმა როგორ მოდის? თან ახლოს არის თან არც ის. ფეხით როცა ყოლა აღარ მოგეჩვენება მე ახლოს, კემანძილია. აღარ გადიალდება ყველაფერი და როცა გაიაროს მატარებელმა იქ რო დავიდგე დავინახავ ჩვეულებრივ ჩანამ. მატარებელის გავლა ის კი რა ავტობანი ჩანს შორს უკვე მანქანები რო დაგს ის ადგილის ჩანს და იulis გამოვილის დიდი პატარა მანქანა ჩანს უნდა ხა ჯერ კიდევ ისი არ არის და რო გადყავდება და ხეებზე ფოთლები არ იქნება და გატიალდება უფრო ბუნება გამოჩნდება მაშინ ასე გადასულა მე იქიდან მეგონა ასე მიდის პირდაპირ ქუთაისის აეროპორტში დაჯდება
ძალიან დიდი სურვილი მაქვს თვითმფრინავით მემგზავრობა, მე არა მაქვს მაგის შიში. ვიცი ადამიანები სადღაც ფიქრობთ რომ წავიდა სამუშაოდ, ბევრმა წავიდა მარშრუტკებიდან ისე. მარშრუტით რამდენიმე ქალაქის გავლით დადიან და ამბობენ რომ ვაიმე თვითმფრინავით მიმგზავრე, თვითმფრინავით რომ იმგზავრა გადაღებას ფოტოსის ვერავის ვერ მოასწრებდა იმ ადამიანებს ვინც ვიცნობ. მაგრამ რატომ იციან ხოლმე ასე რაღაცა კეთილი ტყუილები არ ვიცი მეცინება ხოლმე. თავის თავს ვატყუებენ და გონიათ რომ სხვასაც აჯერებენ. მაგრამ ეხლა მე რას ვფიქრობ, იცი მე რომ ოდეს მე თუ ვიმგზავრე და თუ აფიქრებ ოცნება, რას ვფიქრობ, გული რომ აწუხებს ახლა გულისთვის მაღალი წნება. რამდენად საზიანო იქნება. თორემ მე თვითმფრინავის ძალიან დიდი სურვილი მაქვს, ყოველთვის მქონდა ეგ სურვილი თვითმფრინავის მემგზავრე და გემით. და თვითმფრინავზე ეს სიმაღლეში როცა ადის და წნევაც მაღალია, რამდენად საზიანო იმ ადამიანისთვის ეგ მოინტერესებს, ვისაც გული აწუხებს. შეიძლება არ იყოს კარგი, მაგრამ ჩემთვის მაღალ წნევაზე ისო. ჯანმრთელობის ფასი არაფერია. ჯანმრთელობა ამთავარ. ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ ჩემო. ახლა ჩემი გამომწერი და მაყურებელი ჯანმრთელობა შექმნია ის Facebook-ზე სპავდა მეგობრებში. ჩემი მაყურებელი არ იქნებოდა მარტო სხვებსაც უყურებდა სავარაუდოდ. იქაც უსურვე ჯანმრთელობა მომიკითხე და თურქეთში აკურნალობს. მერთით არაფერი სერიოზული არ დაგჭირდეს, გამოჯანმრთელებას გისურვებ ფიქრია. კიდევ ერთხელ. დიდხანს სიცოცხლეს, ჯანმრთელობას. და მალე ჯანმრთელებულიყავი და დაბრუნებულიყავი, გახარებული და ბედნიერი საქართველოში. საშინელება. ჯერ ამხელა ხარჯებია, ჯერ საქართველოში რომ ხვიდე მარტო ამხელა ხარჯებია და თურქეთში ხო რა ვიცი. თურქეთში ძალიან ბევრი გინდა კიდე. და რამდენი უნდა ადამიანს მარტო იმის გარდა. სამათბოში რასაც გადაიხდი მარტო იმის გარდა რამდენი გინდა წამალს გამოგიწევს გზის ფული რაღაცა წვიმანი ხარჯები ქვეყნის გინდა საქართველოში ვთქვი და გინდა საზღვარგარეთ რა ვიცი რაღაც ერთი კვირა ერთ გადამული მქონდა საშინელი მტკივილი მქონდა და რაღაცა ჩავყენე და რამე არ გამირთულეს მეთქი ვფიქრო რამე კიდე სერიოზული არ მქონდეს გამოკვლევებსაც და იმესაც აქ არ არის, მაშინ თბილისში უნდა წავიდე გამოკვლევებს, ექიმთან მიწვევას, გადაღებას ქვეყნის ამბები და რა გიუნდა კი. თუ რაღაცა გამორიცხო და დაიშვას, რომ ის არ იყოს, ეს არ იყოს. და სწორად იმკურნალო, მაგრამ რა ვიცი, ეს ექიმები ამბოლოხა სიმხელაში ესწომებს უშვებენ ხალხს, არასწორად კურნალობენ. და მე უფრო ცუდი შედეგი პაციენტია ცოდო. აიცი. ან ხშირად შეცდომებს უშვებს ეს ექიმები. როგორც იქნა გადამიერა ცოტა რაღაცა სითბოს პრობლემა მქონდა, ალბათ უფრო თბილად ჩავიცვი, მაგილებში უფრო სითბო დავიჭირე და რაღაცა ცოტა გამაყუჩებელი ვსვი. და ახლა იმედია სერიოზულად აღარ გამიმეორებ კბილები და
უბრალოდ რამედეც რომ იწევს ხოლმე მაშინ სამწყობოში მისვლა ეს თუნდაც ანალიზი მინდა გავიღო ხო შეიძლება უბრალოდ რამეზე ხშირად გამიკეთებიათ გემოგლობინზე მაშინაც რაღაცა საშინელად მოვიწყენ თითქოს არიქა და რაღაცა სერიოზულზე ვარ მისული რატომ ემართება ასე არ ვიცი რაღაცა ვიცაბები მოვიწყენ რაღაცნაირად რა ვისუხარია სამწყობოში მისვლა მაგრამ მაინც ახლა ჰემოგლობინის გაგებაზე რატომ უნდა ვიყო ასე, მაგრამ იმდენად ვარ გვიდა სტრესით, რომ მე ცუდად ხვდები ბავშვები. მე ახლა კარგი ხანი აღარც გამისინჯირი, ჰემოგლობინის დაბალი მექნება, ჩემი ამბავი ვიცი. ადრე უფრო ვაკონტროლებდი, რა ვიცი, ყველაფერი მივატოვე. მე რასაც ვაკეთებდი, რომ ყურმივიდით ალდა რა აი პროცედურებს ვიტარებდი სახლში. კიდე მიდანა. რაღაცებს არ ვიცი მე და ყველაფერი მივატო. რა ვიცი, ყველაფერს გაკეთებ. ასე ვიკეთებ და კი ვიყავ უკეთეს. ეხლა სახესაც მეტყობა მეტანზე შეიძლება ფიზიკურად იმდენი არ მყობოდეს გავხდია რა სახეზე ძალიან მეტყობა. გავიგეთ, მაშაშ კარად ძალიან. რა იქნება ადამიანი რომ იბადება ერთხელ იბადება ხო? და მეორედ ვეღარ მოხდა რა ძვირფასია ეს ცხოვრება. ადამიანის სიცოცხლე რამდენად ძვირფასია მნიშვნელოვანია. დრო სწრაფად მირბის. ერთი და მეორე კიდე ჯანმრთელობა არ არის. მე იქნება რომ ისე ჯანმრთელი დაიბადოს ადამიანი რომ აღარასდროს ავად არ გახდეს. ძალიან დიდხანს სიცოცხლეს და მთელი ცხოვრების მანძილზე ავად არ გახდეს არასოდეს. რა იქნება რომ ასე იყოს. სამწუხაროდ არ არის ასე. ადამიანები იტანჯებიან. არ არსებობს ვინმეს რაღაც არ სკილდეს, რამეზე წამალს არ სვამდეს ის რაც უხევდეს თუნდაც უნიშნელო ხო მაინც რატომ უნდა დალიო წამალი ეს წამალის დალევა ცნობილში არ არის კარგი. კაცი ბიბილოსთან ახაც რაღაც გამომივიდება და რა ის ვაიმე ეჭიკი კარგი დაბაბები რა ხალხზე ახსოვოთ დაგემშვიდობები მშვიდობიანი საღამო შემოკარგებო მშვიდობიანი დილა ჯანმრთელობა ყველას ღმერთის წყალობა არ მოკლებოდეთ ჩემ კეთილის სურვილებზე ვიცი ჩემს მიმართ კეთილად არ ხართ განწყობილი რა ვიცი ღმერთს გაენათებინოს თქვენთვის გონება მარტო ჩემს მიმართ კი რა ყველასთვის ყოფილიყავით კეთილები მიმტევებლები რა ვიცი მე ღმერთმა გამოგასწორეთ ყველა ბოროტი ადამიანი აყარდავანი დამცინავი მეტიჩარი რა ვიცი მე ესეთები უმიზეზოდ რო ერჩიან სხვებს დაგემშვიდობებით ახლა და მშვიდობიან დღეს ისურვით ჩემო კარგებო მშვიდობიან ღამეს უბრალოდ დაღამდება სადაც არის მშვიდობიანი ღამე აი საზღარი ფაროსანაც მოვი ჩადიშიქ ხოთანს დაცოცავთ კარგით აბა მომავალ შეხვედრამდე